გასულ საღამოს მოხდა ის, რასაც ამ ეტაპზე ნამდვილად არავინ ველოდით. ახლა გვყავს მხოლოდ ერთი მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურიამ გამოათავისუფლა ქვემსუბუქიწონეთი კატეგორიის ქამარი და ოფიციალურად ადის სუბუქწონაში, ანუ იქ სადაც ახლა ჩემპიონი არის ისლამ მახაჩევი. რაც შეეხება ილიას უკვე ყოფილ დივიზიონს, მან უკვე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ვაკანტურ ქამარზე. თუმცა ახლა მოდი კონცენტრირდეთ იმაზე, თუ რა ელოდება ილია თოფურიას წინ სუბუქწონეთ კატეგორიაში. ვინაიდან ახლა არ ადის სუბუქწონაში როგორც მოქმედი ჩემპიონი, ილიას ვნახავთ როგორც კონტენდერს, ანუ მას მინიმუმ ერთი ბრძოლის ჩატარება მოუწევს იმისათვის, რომ გაინაღდოს საჩემპიონო ორთაბრძოლა. ეს მეტწილად არის ვარაუდი, თუმცა მაინც გარკვეული სახის ლოგიკას ექვემდებარება, ვინაიდან იგი არ ადის ახლა სუბუქწონაში როგორც მოქმედი ჩემპიონი და ვერ გახდება ზედიზედ ორი ქამრის მფლობელი ჩემპიონი, ამიტომ მას მოუწევს გარკვეული ბარიერის გადალახვა იმისათვის, რომ შეხვდეს იმ ადამიანს, რომელსაც ექნება იმ ეტაპზე ქამარი და ეს სავარაუდოდ ალბათ მაინც ისლამ მახაჩევი იქნება. ანუ UFC ამზადებს სუპერ ბრძოლას, სადაც ილია უკვე ჩამოყალიბებული მსუბუქი წონის მებრძოლი იქნება. ვინ შეიძლება იყვნენ ახლა ილიას შესაძლო მოწინააღმდეგეები? ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე და არმან ცარუკიანი. ჩარლზ ოლივეირამ ბოლო ბრძოლა გამართა მაიკლ ჩენდლერთან დომინაციით დაამარცხა. ვინაიდან ვიცით, რომ ჩარლზ ოლივეირას მუდმივად აქვს ჩემპიონობაზე პრეტენზია, შეიძლება თუ არა გახდეს მაიკლ ჩენდლერის დამარცხება საკმარისი იმისათვის, რომ მოიპოვოს რემატჩი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. რას ფიქრობთ თქვენ? მე მგონია, რომ შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტი ილიას მოწინააღმდეგე ზუსტად ჩარლზი განვიხილოთ. რაც შეეხება დასტინ პორიეს, ვიცით, რომ ბოლო ბრძოლა მან საჩემპიონო ბრძოლა წააგო მახაჩევთან საბმიშენით ბოლო რაუნდში, ანუ შესაბამისად რემატჩს აქ არ ველოდებით ლოგიკურად. და ისიც ვიცით, რომ პორიეს ერთი ბრძოლა აღადარჩა ჩასატარებელი, ამის შესახებ იგი უკვე აქტიურად საუბრობდა, ანუ უნდა ბოლო ბრძოლა ჩაატაროს ვიდრე გავა პენსიაზე და პლუს ამას არ უნდა რომ დამარცხებული წავიდეს ამ სპორტიდან, მაგრამ მე მგონია, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ახლა იქნება არმან ცარუკიანი და გეტყვით რატომ. არმან ცარუკიანი არის ახალგაზრდა, არმან ცარუკიანი ჩაეხსნა მახაჩევთან ბრძოლას, ანუ პოტენციურად UFC მზად იყო, რომ მისთვის მიეცა ქამარი, უბრალოდ არ შედგა ეს ჩხუბი და დენა ვაიტმა დაადასტურა, რომ არმანს კიდევ ერთი ბრძოლა აქვს ჩასატარებელი, ვიდრე მიუახლოვდება საჩემპიონო ქამარს. აქედან მარტივი მათემატიკა შეგვიძლია გამოვთვალოთ. ილიაც ავიდა სუბუქწონაში იმისათვის, რომ გახდეს ჩემპიონი, თუმცა ვინაიდან არ არის მოქმედი ჩემპიონი, მას ველოდებთ როგორც კონტენდერს. ალბათ ისლამს მოუწევს უქმობა და დაელოდება ნომერ პირველ კონტენდერს, ანდაც მაგალითად შეახვედრებენ ჩარლზ ოლივეირას და ამასობაში არმანი და ილია გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სხვადასხვა სახის გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, მაგალითად ისლამ მახაჩევის მენეჯერი და მისი სხვა გუნდის წევრები ასე გამოეხმაურნენ ილიას სუბუქწონეთ კატეგორიაში ასვლას, იმიტომ რომ ისინი გრძნობენ, რომ ილია მომავალი ჩემპიონია. ესე იგი, რას ამბობს რიზვან მაგომედოვი? თოფურია დასტინ პორიეს ან ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ როგორც კონტენდერები ჩხუბი იმისათვის, რომ ილიამ დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილი სუბუქწონოსანია, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვინდა რომ ერთი კიდევ მომდევნო პატარა ქვემსუბუქწონეს კატეგორიის მებრძოლი დავამარცხოთ, ჩვენ გვინდა დიდი ჩხუბი, რომელსაც ყველასთვის აქვს აზრი. ჩვენ უკვე მივეცით შანსი ქვემსუბუქწონეთ კატეგორიის ჩემპიონს და ჩემპიონს, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა ქამარს. მოკლედ ეს არის რიზვან მაგომედოვის გამოხმაურება. რას ფიქრობთ თქვენ? დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად, გამოიწერეთ ასევე ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო, ძალიან დამეხმარებით ამ ყველაფერში. ახლა რაც შეეხება ყველაზე დიდ სპეკულაციას, ანუ რამდენად სწორი იყო ილიას მხრიდან ეს გადაწყვეტილება და არის თუ არა იგი მზად, თუნდაც გაბარიტულად ფიზიკურად, რომ 155-ში ავიდეს. ყველაზე კარგად ეს მან იცის და მხოლოდ მან არავინ სხვა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი ვარაუდები გამოვთქვათ ამ შემთხვევაში, ხო? ვინაიდან გადაწყდა და ამ შესახებ დენა ვაიტმაც იცოდა და ასევე ილიას გარშემო ყოფნა ადამიანებმაც და დენა ვაიტმა დაადასტურა, რომ მას უკვე
აქვს თავისი სახელი დატოვებული და მეტწილად არაფერი აღარ დარჩა დასამტკიცებელი, ეს შეიძლება გარკვეულწილად იყოს სიმართლესთან ახლოს. რატომ? კი, გასაგებია რომ მხოლოდ ერთხელ დაიცვა ილიამ ქამარი, მაგრამ მან გათიშა ალექსანდრ ვოლკანოვსკი და გათიშა მაქს ჰოლოვეი. არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ისტორიაში ამოიტვიფროს ილიას სახელი ოქროს ასოებით? მე მგონი რომ კი. და მე მგონი რომ დასამტკიცებელი ბევრი არაფერი აღარ ქონდა მას დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ევლოევთან დაიცვა ქამარი, იქ ლოპესთან დაიცვა ქამარი. ეს ყველაფერი მან გადაწყვიტა, რომ მის კარიერის პიკში აღარ იყო რელევანტური და აჯობებდა, რომ ასულიყო ზედა წონაში. იმისათვის, რომ ამ სპორტში უფრო დიდი სახელი დატოვოს მან და ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ამბიციური გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ თმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მისი კარიერა და მეტწილად მიდის ახლა ის ვაბანკზე, თუმცა გრძნობს რომ არის ფორმის პიკში, უახლოვდება ყოველ შემთხვევაში ფორმის პიკს, ახლა გრძნობს რომ სწორედ აქვს ის ფანჯარა, რომელიც მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს და ეს ამბიცია მას დაუფასდა იმით, რომ მისცა UFC-მ საშუალება, რომ წონა შეეცვალა ამ თვალსაზრისით. თქვენ რას ფიქრობთ, ესეც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მაინც გარკვეულწილად სოციალურ ქსელებში გამოიწვია ვნებათა ღელვა, თუმცა უმეტესობა ჩვენგანი ამ გადაწყვეტილებას ვიწონებთ და მეც მგონია, რომ იგი როგორც დაუმარცხებელი ჩემპიონი ისე დარჩება ქვემსუბუქ წონაში და თავისი ნებით და არა დაკარგვით, თავისი ნებით დათმო ქამარი იმისაც, რომ უფრო დიდ მწვერვალებს მისდიოს. ეს ნამდვილად დასაფასებელია და ყველაზე უკეთ მან იცის ეს და ყველაზე უკეთ მას ესმის თავისი სხეულის და ამიტომაც უნდა მივენდოთ, ასე ვთქვათ, მას და ვნახოთ თუ რას შემოგთავაზებს ის, იმიტომ რომ მას აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს სუპერ ვარსკვლავი ამ დივიზიონში და ზოგადად ამ ორგანიზაციაში. და ამისათვის მას მოუწევს ან პორიეს, ან არმან სარუკიანის, ან ჩარლზ ოლივეირას ბარიერის გადალახვა, ჯერა რომ ნებისმიერ შემთხვევაში მას შეუძლია სამივე მათგანის გათიშვა, სამივე მათგანის მიწაზე დაფინიშება. თქვენ რას ფიქრობთ? მითხარით, იმიტომ რომ აი აგურ თქვა, გული მეუბნება პორიეს, რომ პორიეს შეხვდება, მაგრამ გონება მკარნახობს, რომ ეს იქნება არმან სარუკიანი.